საქმე წმინდათა მოციქულთა თავი მე-15 და გარდამო ვინმე ვიდეს ხურიასტანით და ასწავლებდეს ძმათა ვითარმედ არათუ წინა დაიცვითოთ სჯულითა მოსესითა ვერ ძალგით ცხოვრებად და ვითარ იგი იყო ხდომაი და გამოძიებაი არა მცირედი პავლესი და ბარნაბაისი მათ და მიმართ ბრძანეს ახსვლაი პავლესი და ბარნაბაისი და სხვათა ვიეთმე მათგანთაი მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალემდ ამის ცილობისათვის და იგინი წარმოიგზავნეს კრებულისა მისგან და განრაიჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართასა და ყოფდებს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა და მორაივიდეს იერუსალემდ შეწყნარებული იქნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა და მიუთხრეს მათ რაოდენი რაი ღმერთმან ყო მათთანა და რამე თუ განუღო წარმართთა კარის აწმნოებისაი აღვინმე დგეს დაცისა მისგან ფარისეველთაისა მორწმუნენი და იტყოდეს ვითარმედ ჯერ არც წინა დაცვეთად მათ და დამცნებად რაითა დაიმარხონ სჯული მოსესი შეკრბეს მოციქული და ხუცესნი ხილვად სიტყვისა ამისთვის და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაი აღდგა პეტრე და რქუა მათ კაცნო ძმანო თქვენ უწყით რამე თუ პირველი დღიდან თქვენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენა და წარმართა სიტყვა იგი სახარებისაი დარწმუნებად და გულთმეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სულიწმინდაი ვითარცა იგი ჩვენ და რაი განიკითხა შორის ჩვენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმინდა გულნი მათნი აწუყე რაისათვის გამოსცით ღმერთსა დადებად უღლისა ქეთსაზე და მოწაფეთასა რომლისა იგი ვერცა მამათა ჩვენთა ვერცა ჩვენ შეუძლეთ ტვირთვად არამედ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გურწამს ჩვენ ცხოვრება ვითარცა სახით იგი მათ და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაისა მის და პავლესსა მითხრობასა რაოდენი ქნა ღმერთმა ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და რქუა კაცნო ძმანო ისმინეთ ჩემი სვიმეონ მიგითხრა ვითარ იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყონებად წარმართთაგან ერის სახელისათვის მისისა და მას შეეტყვევიან სიტყვანი იგი წინასწარმეტყველთანი ვითარცა წერილარს ვითარმედ ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავიგი დავითისი და ცემოლი და დამხობილი იგი მისი აღმართო და აღვაშენო რაითა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართა რომელთა ზედა წოდებულ არ სახელი ჩემი მათზე და თქვა უფალმან რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკუნიდან ამისთვის მე ესეთ მსჯი და ჯერ მიიჩნს რომელნი წარმართთაგანი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ რაითა არა ვაურვებდეთ მათ არამედ მიწირად მათ და რაითა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაისა და სიძვისაგან და მშთვარისა და სისხლისა და რაითა რაოდენი მათ არა უნებს რაითამცა ეყო იგინი სხვასა ნუ უყოფენ რამე თუ მოსეს პირველთა ნათესავთაიდან ქალაქად ქადაგნიგი მისნი დაედგინეს რომელნი იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა მაშინ ჯერიჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოირჩინეს კაცნი მათგანი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაის თანა იუდა რომელსაც ეწოდა ბარსაბა და შილა კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის და დაწერეს ხელითა მათითა ესრეთ მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი რომელნი იგი ანტიოქიად და ასურეთით და კილიკიაით კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი გიკითხავთ გიხარობდნენ ვინაიდან გვესმა ჩვენ რამე თუ ჩვენგანი ვინმე განვიდეს და აღგრძნეს თქვენ სიტყვითა და აღაშფოთებდეს სულთა თქვენთა და გეტყოდეს წინა დაცვეთად და დამარხვად სჯულსა რომელთა და ჩვენ არა იგვემცნო აწუყვე ჯერ გვიჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბაშად გამორჩევაი კაცთაი მაგათ და მივლინებაი თქვენ და პავლესთანა და ბარნაბაისთანა საყვარელთა ჩვენთა კაცთა რომელთა იგი სულნი თვისნი მისცნეს სახელისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესისა წარმოუყვე გვივლინებიან იუდა და შილა და მათცა სიტყვით გითხრან ესევე რამე თუ ჯერ უჩნდა სულსაწმინდასა და ჩვენცა რაით არარა უმეტესი ტვირთი დავდვათ თქვენზე და გარნა რომელნი ესე სასწრაფო არიან განშორებად თქვენ და ნაკერპავისაგან და სისხლისა დამშთვარისა და სიძვისა და რაოდენი არაგნებავს რაითა გეყოს თქვენ სხვასა ნუ უყოფთ რომელთაგან დაიმარხენით თავნით ვისნი კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით იგინი ვითარცა წარმოემართნეს მოვიდეს ანტიოქიად და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ხელთა მათთა
და ვითარც აღმოიკითხეს განიხარეს ნუგეშინის ცემასა მასზე და იუდა და შილა რამე თუ იგინია წინასწარმეტყვად იყვნენ მრავლთა სიტყვითა ნუგეშინის ცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს და დააყვნეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნეს მშვიდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ ჯერიჩინა შილა დადგრომაი მუნვე ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიაშინა და ასწავლებდეს და ახარებდეს სხვათაცა მრავალ და თანა სიტყვასამა სოფლისასა შემდგომად დღეთა რაოდენთამე რქუა პავლე ბარნაბას მივიქცეთ და მოიხილნეთ ზმანი ჩვენი ყოველთა ქალაქთა რომელთა შინავ ქადაგეთ სიტყვა იგი უფლისაი ვითარ ძიარიან ბარნაბას უნდა რაითამცა იოვანეთანა წარიყვანა რომელსა ერქვა მარკოს ხოლო პავლე ჰლოცვიდა რაითა რომელიგი განეყენა მათ პანფილიაით და არა შეუდგა მათ საქმეს ამას არათანა წარყვანებად იგი იყო უკვე მყსინვარებაი მათ შორის ვიდრე განშორებადამდე მათთა ურთიერთას ბარნაბა თანა წარიყვანა მარკოს და განვიდა ნავითა კვიპრედ ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა და მიეცა მადრითა ღმრთისაითა ძმათაგან და მოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა